ნათელი გამარჯობა. ამ ვიდეოთი შევეცდები მეტი ნათელი მოვფინო ჩვენი ინიციატივას, რითიც გამოვიდით რამდენიმე დღის წინ. ესეთი არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა, ჰესები, პოლიტიკა, ბევრი რაღაც ამ მოტივით და კომენტარებში და უბრალოდ მინდოდა განვიმარტა უფრო მარტივად რაზე არის საუბარი. ჩვენს თანამშრომლებს გაუზარდეთ ხელფასი 2%-ით, ოღონდ ეს 2% შევიტანეთ ბიტკოინში, გავუხსენით მათ კრიპტოსაფულოები და შევიტანეთ ბიტკოინში. და ეს იყო ერთგვარი პასუხი და საპირწონე იმ ინიციატივის, რითიც მთავრობა გამოვიდა 3 წლის წინ და ეს ერთ პიროვნული გადაწყვეტილებით დაიწყო ყოველთვე 2%-ის ჩვენი ხელფასიდან აღება და საპენსიო ფონდში ჩაკეტვა, რომელთანაც ჩვენ რეალურად ცდომაც არ გვაქვს, ვერ ვხარჯავთ და რაც ყველაზე ცუდი არის, უფრო მეტად ვღარიბდებით, რადგან ლარი უფასურდება და იმაზე ნაკლები ფული გვაქვს შედეგად, ვიდრე ქონდა 3 წლის წინ. პირობითად 2018 წლიდან რომ დაგვეწყო იგივე და 20 ლარი რომ გადაგვედო 1000 ლარიანი საშუალო ხელფასიდან ბიტკოინში, დღეს გვექნებოდა გაათმაგებული დანაზოგი, რადგან გაათმაგდა ამ 3 წელიწადში ბიტკოინის ფასი. და რაც თავარია, ყოველ წამს შეუძლიათ სარგებლობა მათ ხელში არის ეს. არ არის ჩამოკიდებული არც ერთ მთავრობის ეკონომიკაზე, წმინდად მათემატიკაზე არის ჩამოკიდებული და რის შედეგადაც უფრო და უფრო იზრდება პოპულარობა, უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია, სახელმწიფოები ჩედიან უკვე და თხონა მექნება ძალიან დიდი ორგანიზაციებთან, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ეს უკვე გამოვიდა, ჩვენ ეს უკვე განვახორციელებთ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ ამის ისტორიებში. და უბრალოდ მათაც რომ დაუთმონ, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ხელეწიფება ესეთი გადაწყვეტილება, დაუთმოს, რომ ამ თემას ჩაეძიოს, დარწმუნდეს მის ავკარგიანობაში და შემდეგ თუნდაც ერთად მოვიფიქროთ რაიმე ერთიანი სისტემა, რაც გაამარტივებს ამ პროცესს და გახდის შესაძლებელს. დიდი მადლობა.